მოგესალმებით, მოგესალმებით ეს კვირა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გამორჩეული მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვანი პროცესით და იმ ფაქტით, რომ 25 ნოემბერს მოგესალმებით იყო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვის საერთაშორისო დღე და ეს დღე აღინიშნა საქართველოში მოგესალმებით 23 ქალაქმა აღნიშნა რომელსაც საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იყვნენ ამ ღონისძიებაზე შეიძლება რომ მეტიც ყოფილიყო რა თქმა უნდა მაინც და მაინც არ ვარ მოყოფილი რაოდენობით ადამიანების გამოვიდნენ მაგრამ კარგია რომ ზოგადად შედგა ეს ღონისძიება ეს პროტესტი და რაც ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელი იქნება არის ის რომ იყვნენ თანაბრად წარმოდგენილი მამაკაცების, ხალბატონების და ძალიან ბევრი ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას. ზოგადად 2000 არ არსებობს იმაში რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის და მე პირადად არაერთხელ მithქვამს ეს ხაზგასმით რომ შეიძლება ითქვას რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ზოგადად ქალთა საკითხი ეს არის ერთგვარად ინტეგრალური მაჩვენებელი იმ ჩვენი პრობლემებისა რომელიც გვაქვს ქვეყანაში იქნება ეს ეკონომიკური, კულტურული, სოციალური, მორალური, ზნეობრივი განათლებასთან დაკავშირებული და ასე შემდეგ. ამიტომ მიმაჩნია რომ ამ საკითხის მოგვარებით, ამ პრობლემის მოგვარებით ძალიან ბევრი პრობლემა მოგვარდება ჩვენ ქვეყანაში. ყოველთვის დაიწყება ეტაპობრივად. ეს არ არის ის საკითხი რომელიც ერთი ხელისმოსმიდან რაღაც ერთი კონკრეტული ღონისძიებით შეიძლება მოგვარდეს, რა თქმა უნდა, ამას დაჭირდება წლები, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის რომ მოექცა ჩვენი ყურადღების ცენტრში, საზოგადოების ყურადღების ცენტრში და უკვე მე ვფიქრობ რომ ეს ტალღა რა თქმა უნდა აღარ შეჩერდება და საზოგადოების სხვადასხვა აფენის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უკვე აქტიურად მიიღებენ მომდევნო ეტაპებშიც მონაწილეობას. რა არის კონკრეტულად ახლა მნიშვნელოვანი და რაც გამოყოფთი განსაკუთრებით. მე მინდა ყურადღება შევაჩერო გუშინდელ ღონისძიებაზე ეს იყო NDI-ის კვლევა ჩატარდა ოქტომბერში და კვლევა იყო დაკავშირებული კონკრეტულად ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობასთან. ეხებოდა გენდერულ საკითხებს, ანუ გენდერული თანასწორობის ასპექტებს, რამდენიმე ასპექტს გამოყოფ, რადგან გამახვილდა ყურადღება, გენდერულ როლებს ეხებოდა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის და პოლიტიკური მონაწილეობის ზრდის ასპექტებს. კერძოდ, ამ მექანიზმები უნდა იყოს შემუშავებული იმისთვის, რომ მეტი ქალბატონი მყავდეს ადგილობრივ თვითმმართველობაში თუ პარლამენტში წარმოქმნილი. შესაბამისად, მინდა ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო კვლევა იყო და სურათი ფაქტობრივად გაიგო ამ კვლევის შედეგად ის რაც არის, რეალური მდგომარეობა, რაც ჩემი აზრით და ჩვენი შეფასებით გვეგონა რომ იყო, ზუსტად ისეთია. მაგრამ რასაც გამოყოფს ამ კვლევიდან რამდენიმე საკითხს არის ის, რომ ზოგადად უკვე გაცნობიერებულია მეტად საზოგადოება, როგორც ჩანს, ეს არის თვითგანათლების თუ შესაბამისი სხვადასხვა ორგანიზაციების და ორგანიზაციების ნამუშევარი, ყოველთვის შედეგი არის იმ თვალსაზრისით, რომ 64% ფაქტობრივად თვლის, რომ არ არის ქვეყანაში გენდერული თანასწორობა. ეს იმას ნიშნავს, რომ თავისთავად ესმით რა არის გენდერული თანასწორობა და მიიჩნევენ ამას პრობლემად. ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. ეხლა კიდევ არის ერთი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, რაც უახლოვდება რეალურ სურათს, არის ის, რომ ზოგადად ბევრი პრობლემაა წარმოჩენილი ამ კვლევით, რაც უშლის ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას და ეს კარგად არის დანახული ჩვენი მოსახლეობის მიერ. ეს არის ოჯახური თემა, ზოგადად ოჯახში არსებული პრობლემები, რაც გასულს ქალს ზოგადად საზოგადოების პოლიტიკურ ასპარეზზე მონაწილეობასა და წინსვლაში. ეს არის ქალური სოლიდარობის ნაკლებობა და ბევრი იგივე ფინანსები, ეკონომიკური მდგომარეობა და სხვა და სხვა. ანუ ეს საკითხები, რომელიც რეალურად მართლა არსებობს ამ კვლევაში ძალიან კარგად არის წარმოჩენილი მოსახლეობა ზუსტად ასე აღიქვამს მას. ასევე გამოვყოფდი იმ მექანიზმების, ასე ვთქვათ, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ზრდის საკითხში აუცილებელი დამხმარე მექანიზმების გამოყენების საჭიროებას. მოსახლეობა თვლის, რომ საკმაოდ დიდი პროცენტია, რომელიც თვლის, რომ საჭირო არის დამხმარე მექანიზმების გამოყენება, სპეციალური ზონების გამოყენება იმისათვის, რომ გაიზარდოს ქალთა წარმომადგენლობა პოლიტიკაში. და უკვე კარგია, რომ მოსახლეობა ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ხვდება იმას, რომ ბუნებრივი გზით მხოლოდ ამ პროცესების ცვლილება ყოველ შემთხვევაში უახლოეს 10 წელში არის შეუძლებელი. ანუ 150 წელიდან პარლამენტში ჩვენ ხომ 17 ხალი, ეს არის 11% და დაახლოებით 20 წელია ამ ფარგლებში მერყეობს და წესვლა არ არის და არც იქნება. ახლა მე აღარ ვახსენებ კონკრეტულად ამასთან დაკავშირებით არაერთი
ჩამიტარებია ადგილობრივ თვითმმართველობაში, ჩვენ გვაქვს ქალაქები, სადაც საერთოდ წარმოდგენილი ქალბატონები და მხოლოდ მამაკაცები ცდიან საგრებულებში. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ზოგადად ის თემები, რომელიც სოციალურად უკავშირდება ქალებს, ოჯახს, ბავშვებს და ასე შემდეგ, არ იქნება იმდენად ყურადღება მიქცეული და გამახვილებული. ამას მოწმობს ის 20 წლიანი 25 წლიანი ბოლო გარდამავალ პერიოდს გულისხმობ ეს პროცესები, რომელიც ჩვენ უკვე ნახავთ დავინახეთ უყურნო რა შედეგი მოიტანა ამ ყველაფერმა. ასე რომ მე ვთქვი, რომ ეს კვლევა ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა და ბევრად უფრო დაეხმარება შემდგომ პროცესებს იმის ასე ვთქვათ დაგეგმვას თუ რა არის კონკრეტულად გასახორციელებელი, რა არის პირველი რიგის, მეორე და ასე შემდეგ. ასევე მე გამოვყოფდი ამ კვირის ღონისძიებებიდან გაეროს ქალთა ფონდის მეჩატარდა საკმაოდ სერიოზული ღონისძიება, რომელიც ეხებოდა ძალადობის ქალთა მიერ ძალადობის პრევენციის საკითხებს და აქ პარლამენტის თავმჯდომარის გამოცხადებას. მე მინდა აღნიშნო ის, რომ ზოგადად ჩვენ ვიმყოფებით ძალიან რთულ, მაგრამ საინტერესო პერიოდში, ჩვენ ქვეყნის განვითარების, ეს არის ეგრეთ წოდებული გარდამავალ პერიოდს უწოდებთ მას და საინტერესო და მნიშვნელოვანი იმითაც არის, რომ ბევრი ის პრობლემა, ბევრი საკითხი, რომელიც ჩვენ რამდენიმე წლის წინ მოუგვარებელი, ძნელად მოსაგვარებელი გადასაწყვეტი გვეგონა, ხედავთ, რომ აი ამ კონკრეტული ღონისძიებების და მოსახლეობის აქტივობის ფონზე უკვე რეალურად მიღწევადი ხდება. მხედველობაში მაქვს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომ ფაქტობრივად ჩვენ არდატეხის სტადიაში ვართ იმ თვალსაზრისით, რომ პირადად მან თავის თავზეც თქვა ეს, რომ მეტამორფოზა განიცადა აი ამ ხალხთა პოლიტიკურ მონაწილეობასთან დაკავშირებით. ანუ თქვენ კარგად მოგეხსენებათ, მიდგომა იყო ასეთი, რომ არანაირი ხელოვნური ჩარევა, არანაირი სპეციალური ზომა არ ჭირდება ამას, მოდით ბუნებრივ პროცესებს ვაცალოთ განვითარება ქვეყანაში და ეს თავისთავად მოიტანს ხალხთა რაოდენობის გაზრდას შესაბამის საკანონმდებლო ორგანოებში და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში. როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს პროცესი საკმაოდ ძნელად მიმდინარეობს, რთულად მიმდინარეობს, შესაბამისად ახლა ჩვენ მხოლოდ რაოდენობა არ გვაინტერესებს, რა თქმა უნდა, თვისებრივ მხარესაც აქვს ხომ მნიშვნელობა, რას შეცვლიან შემდეგ ეს ქალები, რომელიც საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება აი ამ აღიზემო აღნიშნულ ორგანოებში. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომ უკვე დროა ჩვენ კონკრეტული რაღაც მან ასე ზუსტად ასე მოიხსენია, სიტყვით აგრესიული ჩარევა, ну, მე ვიტყოდი უფრო ხელოვნური ჩარევა, ანუ მიხმარება, ასე ვთქვათ, იმ პროცესებისათვის, ხელის ასე ვთქვათ, წაშროლება, რომელიც მიმდინარეობს, მაგრამ მიმდინარეობს არც თუ სახარბიელოდ. ამ მხრივ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა მან, საარჩევნო კოდექსთან მიმართებით გააკეთა, რომ ის და გუნდი ზოგადად სახელმწიფო იზრუნებს იმაზე, რომ ცვლილებები შევიდეს საარჩევნო კოდექსში ამ მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესო პროცესები გველოდება. რაც თავისთავად მე იმეც მაძლევს იმისა, რომ ხელს შეუწყობს ხალხთა რაოდენობრივ და თვისებრივ მატებას საკანონმდებლო თუ ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში. ხომ გონიათ, რომ ჯერჯერობით კიდევ არის ქალბატონებში ნებად, რა თქმა უნდა, თვითონ სამშვიდი და არც საკმაოდ აქტიური ქალბატონები. და ქალებში არ არის თვითონ ეს ნება ჯერ გაჩერებული. იცით რა არის, აი ისევ კვლევას დავუბრუნდები, კვლევა მაჩვენა ძალიან ბევრი რამ, ძალიან სკრუპულოზურად განხილული, ხოთაშორის ძალიან საზოგადოების დამოკიდებულება, თუნდაც აი ამ საკითხთან დაკავშირებით რა თქვენ დასვით ახლა და ასაკობრივ ჯგუფებთანაც არის ეს შესწავლილი და სქესის მიხედვითაც, სადაც გამოვიდა ქალები, მამაკაცები და ასე შემდეგ და იქ გამოჩნდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ქალებიც არიან ამ თვალსაზრისით, ну, ინერტულები, ძალიან დიდი რაოდენობა არც ენდობა ქალებს, უფრო მეტი მამაკაცი, როდესაც თანაბარია შესაძლებლობა, დაუშვათ აყავთ თანაბარი შესაძლებლობა მამაკაცი და ქალი, ისინი ირჩევენ მაინც მამაკაცს და გონიათ, რომ მამაკაცი კანდიდატი უკეთ წარმოაჩენს მათ ინტერესებს, რაშიც მეჯვიმებარება პირადად ვიდრე ქალი. და აქ ხედავ მე პრობლემას. აქ დავცადეთ რა თქვენ და რას მე ხედავ აქ ძალიან დიდ პრობლემას. რატომ ასე? ესე იგი, სადღაც აქ მივდივარ კიდევ უფრო ღრმა პრობლემასთან, რომ იგივე ქალები, რომლებიც არიან წარმოდგენილი საკრებულოებში თუ პარლამენტში, არ იმსახურებენ ნდობას ან არ რაღაც კომუნიკაციის ნაკლებობა და ვერ სრულდება ის მექანიზმი არ მუშაობს. შეიძლება ესეც ვთქვათ. კომუნიკაცია არჩეულ ხალხსა და აღორჩეულ შორის არ არის. ქალბატონები ყავს ხედავობაში. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ ნებას, მე სიმართლე გითხრათ ვიცნობ ბევრ ქალბატონს, რომელსაც უნდა იყოს ჩართული
იგივე ჩვენთან აქტივისტები არიან, ფაქტობრივად სულ ყველა უმრავლესობა არიან დედები, ოჯახები აქვთ მათ და ძალიან პრობლემა არის დრო უპირველეს ყოვლისა და შესაბამისად ამ ყველაფერს გადაადგილებას, მოძრაობას, ორგანიზებას, თანხები ჭირდება, ფინანსები ჭირდება და თუმცა არ გამომრიცხავ იმასაც, რომ გარკვეულწილად ეს ინერტულობა იყოს, იმისათვის დრო აქვს და ამის შესაძლებლობა აქვს, სულ არ იყოს დაინტერესებული პოლიტიკით. ამ შემთხვევაში ესეც ჩანს, რომ პოლიტიკის ძალიან დიდი ნაწილი არ ინტერესდება საერთოდ. არა ეს პოლიტიკა არ არის რაღაც განყენებული ცნება, პოლიტიკა არის თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური ცხოვრება და მე ვფიქრობ, რომ დროა რომ ჩვენ ყველანი ვიყოთ აქტიურად ჩართული ჩვენი ორგანიზებით იქნება ეს თუ აქტიობით და ასე შემდეგ. უბრალოდ ახლა ერთი ხომ იქნებოდა რა არის მაინც ზემოდობის საფუძველი ოჯახში. ძირითადად. ერთი თემაა, ერთი საკითხი არ არის. არ არის ერთი საკითხი, ეს უკვე აჩვენა იმ განსხვავებულმა, ასე ვთქვათ, სიტუაციებმა, ეს 23 ქალბატონი, რომელიც მოკლული იქნა, რომ ვთქვათ, რომ ეს არის მხოლოდ ეკონომიკური მდგომარეობა და ამის ნედერზე აღმოცენებული დავშოთ წინააღმდეგობები და პრობლემები, არ არის ეს დავუშვათ ყველასთვის დამახასიათებელი. თუმცა ესეც არის, რა თქმა უნდა. მეორე არის, როდესაც ქალი მეორე ერთ-ერთი თემა, მაგრამ ერთ-ერთი პრობლემა არის ისიც მიზეზი, რომ ქალი როდესაც თავისუფლებისაკენ მიუწვის, როდესაც მას არ უნდა უბრალოდ არ უნდა რომ იყოს ვიღაცის მონა და უნდა იყოს, აირჩია ის ცხოვრების ის გზა, რომელიც აირჩია და ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება მისი მეორე ნახევარი. აი აქ იქნება უკვე პრობლემა. ამიტომ თავარი ამოსავალი მე ვფიქრობ, უნდა იყოს ის, რომ ადამიანი უნდა იყოს დანახული როგორც კაცის მხრიდან, ისე ქალის მხრიდან, როგორც თავარი ღირსება და თავარი ღირებულება. უნდა იყოს თავისუფლება. მე ასე ჩვენ გადაწყვეტილებებს უნდა ვცეთ პატივი, მე ერთმანეთის გადაწყვეტილებებს. მე ასე ვფიქრობ. ოჯახს თავისი ვალდებულებები და სრული თავისუფლება წარმოუდგენელია ამ პირობებში, ხო? მეორეც თქვენი საუბრიდან მე ნიშნა რომ ჩვენ უნდა წავიდეთ პატრიარქატისკენ, რომ ქალებს მეტი თავისუფლება მისცეს რაღაცების ინიციატივა ჩავახშოთ და ამ შემდეგ? არა. ასე გამოჩნდა ჩემი საუბრიდან, მე მგონი არა. მე ჩემი არსებით შეიძლება ასე იყოს, მე ქალთა პარტიის თავმჯდომარე ვარ და მინდა გითხრათ, რომ ფაქტობრივად უმრავლესობა ქალები არიან ჩვენთან პარტიაში, ეგ რომ სახელმწიფოებრივი დაყოფა მამაკაცები თავისთავად იკავებენ თორემ სოლიდარულები არიან, მინდა გითხრათ. მე მთელი ჩემი არსებით ვარ მომხრე იმისა, რომ პარტია იქნება, ნებისმიერი ორგანიზაცია იქნება, დაწესებულება და ასე შემდეგ და ოჯახი თავისთავად ბალანსი იყოს. ანუ რა თქმა უნდა, ბალანსი არახელოვნურად, არამედ როდესაც ქალს აქვს სურვილი, რომ თვითრეალიზების შესაძლებლობა უნდა მივცეთ. თუ კი მას აქვს ამის უნარი, სურვილი, შესაძლებლობა, მოთხოვნილება, უნდა გქონდეს ამის რეალიზების შესაძლებლობა. ამაზე საუბარი ვარ. კიდევ მეორე, ძალიან ბევრი ქალია, რომელსაც უნდა თავისი განათლებით, თავისი გამოცდილებით, ყველაფრით შეესაბამება იმას, რომ იყოს აქტიური და უნდა, მაგრამ არ შეუძლია იმის გამო, რომ ძალიან დაკავებულია ოჯახში. და ფაქტობრივად ოჯახს მიაქვს მათი მისი ცხოვრების სახარება რაც გასწავლეს. სახარება რაც გასწავლეს, რომ უნდა დავჩაგდოთ ერთმანეთს. სახარება იმას გასწავლის, რომ ქალი უნდა იყოს მამაკაცის ბორჩი. იცით, ჩვენ რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ? სახარება საუკუნეები და არა, სახარება არ განისაზღვრება, მაგრამ თავისთავად პროგრესი, ცივილიზაცია, დრო, ახალი სტანდარტები მოაქვს და ეს რასაც ჩვენ ვამბობთ, ქალს უნდა მივცეთ თავისუფლება, თავისი შინაგანი პოტენცია რეალიზების უფლება, მაგრამ მე ეს იმისკენ უნდა წავიდეთ, რომ ესე იგი ყველაფერზე უარი იყო. არა, რატომ უნდა ჩვენ არა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არასწორად გესმით ის, რასაც მე ვსაუბრობ. არა, მე კი არ მესმე გეუბნებით ჩვენს მოსაზრებას ამ შემთხვევაში და გამომდივარ არ გამორიცხავს, ეს არ გამორიცხავს ეს, რასაც მე ვსაუბრობ. არ გამორიცხავს არც იმ რწმენას, არც იმ ჩვენი ცხოვრების არ ტრადიციას, იმიტომ შეუძლია, თუ ხალხ შეუძლია, რომ ოჯახშიც იყოს წარმოდგენილი, პატრიარქმა ასეთ ქალებს პირდაპირ მოუწოდა, ვისაც შეუძლია და აქვს ამის უნარი და ნიჭი, რომ საზოგადოებრივ ასპარეზზეც იყოს აქტიური და შედეგის მომტანი იყოს მისი საქმიანობა, უნდა იყოს ეს ქალი წარმოდგენილი და ასეთ ქალებს უნდა შეეწყოთ ხელი. და ასეთ ქალებს პატრიარქმა ხნე ქალები უწოდა. სხვადასხვა ერთ-ერთ თავის არა, ზემოდების სიტუაცია გასაგებია, ვისურვებდი პირველი ხალი მოხდა, გულშემატკივრებით არის.
ნინო ბუჯარაძე თქვა და ახლა ნინო ბუჯარაძე წარმოგიდგენია პირველი დიაგრამით თქვა რომ ევროპობლიკავი ხელისუფლების სათამაშია არ იქნებოდა 2000 ზომიო და არ იქნებოდა თუნდაც აი დევანდელი ხელშეკრულება აფასეთ რუსეთს შორის. მე სხვადასხვა ესე იგი ვესწავლები ხალის როგორც ასე პოლიტიკურ გააქტიურებას და მასობრივ ხასიათი არ უნდა ყოფილიყო. იცით მე რაც რომ ვისაც აქვს ამისი მხოლოდ ამბიცია აკმარა, იცით? ბევრი ფაქტორია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რომ ხალი უნდა იყოს, ეს იმას არ ნიშნავს რომ ნებისმიერი გამოლელი უნდა იყოს პოლიტიკაში. მაგალითად, ადგილობრივმა არჩევნებმა ბოლოს არჩევნები რომ იყო და მე მერობის კანდიდატი ვიყავ ქუთაისში, ეს გამოცდილება მომცა ზუსტად რომ ბევრი ისეთი ხალი, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიდანაც კი, რომ გონიათ რომ ეს ხალბატონები მომზადებულება პოლიტიკა არის აბსოლუტურად სხვა რა, ვიდრე არასამთავრობო საქმიანობა. პოლიტიკას კიდევ ბევრი სხვა ისეთი სეგმენტი და ისეთი ასპექტი აქვს, რომ იქიდან არასამთავრობოდან მოსულმა ქალმა კაცმა შეიძლება ვერ გაართოს ბევრ რამეს თავი. ანუ ეს მომენტი, რომ ეს უნდა იყოს აუცილებლად სურვილი, გამყარებული უნდა იყოს შესაძლებლობით. ეს ასე არ არის. ამას ბევრი რამ ჭირდება, განათლება, უნარი, დრო, ფინანსი, ყველაფერი უნდა იყოს ერთად. რთულია. ეს არის ჩვენი საქმიანობის ურთულესი სფერო, პოლიტიკა და მიტომაც არის ეს ხელის გულზე დევს ყველაფერი და ყველასთვის იოლად დასანახი. ქალბატონმა ლიამ ბაშარიამ თქვა ესეთი ფრაზა. დავიწყალეთ ქალები მამაკაცების არეული ქვეყნის დალაგებით. მოდით ვუთხრათ საზოგადოებას, რამდენად შეძლებენ ქალები მამაკაცების არეული ქვეყნის დალაგებით. მე ვიცი ერთი რამ, რომ არსებობს ზოგადად არსებობს გამოცდილება უამრავი განვითარებული ქვეყნის და ახალი ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო. ამ გამოცდილების გაზიარება არის საჭირო. ფაქტია, რომ იქ სადაც რეალურად წარმოდგენილი ქალები საქმეს აკეთებენ და არა მხოლოდ ახლა რაოდენობაზე არ აქვს აქცენტი, არასდროს მხოლოდ შედეგი უნდა მოიჭანოს ქალთა სიმრავლე ადგილობრივ თვითმმართველობის თუ საკანონმდებლო შესაბამისად, სადაც არიან წარმოდგენილი. და არადა ფაქტია, რომ იქ სადაც ბალანსი არის დაცული, უკეთესია მდგომარეობა. იგივე სოციალური პრობლემები, განათლებასთან დაკავშირებული და ასე შემდეგ. ხალხის ამ კვლევაშიც, რომელიც ახლა შევახსენეთ ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში, მოსახლეობა საპასუხისმგებლო თანამდებობებს არის ასეთი შეკითხვა, ანდობდით თუ არა საპასუხისმგებლო თანამდებობებს ქალებს რა და უფრო მეტად არის უარი მოსახლეობის მხრიდან და ნდობა არ არის სამწუხაროდ, მაგრამ ორი სფერო არის, ეს არის მოსამართლის და განათლების ორგანოები, შესაბამისი საპასუხისმგებლო ორგანოები, რომელსაც ანდობდნენ. ახაც არის რაღაც დამაფიქრებელი, რომ რატომ ხო? ამას თანდათან უნდა ამაზე მუშაობაა საჭირო, რომ მეტი ნდობა იყოს ქალების მიმართ და შესაბამისად, რაც შეეხება ამ მდგომარეობას ახლა არეულის დალაგებას, ზოგადად მსოფლიოში ესეა, რომ სახელმწიფო ელიტის ფორმირებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს გენდერული თანასწორობის პროცესი და სადაც არის ეს ბალანსი დაცული იმ ქვეყნებში, როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკა არის ძალიან ნორმალური და წარმატებული. რომ მე ვიტყვი, ეს ერთ-ერთი საწინდარიც იქნება. ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობა.